ნოდარ დარბაიძე 5 წელია კრიბზე დადის. 12 წლის იყო თანაკლასელს სავარჯიშოდ, რომ გამოყვადა მას მერე ყოველდღე ამ დარბაზში საათობით ვარჯიშობს. ახალგაზრდა მოკრივე მიზანდასახულია, მისი მიზანია წარმატებული მოკრივე გახდეს. მე თავიდან შემოვედი 12 წლის ჩემი კლასელი დადიოდა ბოქსი და ერთად წამოყვე ვარჯიშს და მის მერე დამაინტერესა ამ სპორტის სახეობა. და მის მერე მოვდივარ და სულია ვარჯიშს, მაგრამ უნდა იმისთვის დაიბრძანო, რომ დიდი მოკრივე გახდე და წარმატებას მიაღწიო. ნოდარ დარბაიძე ორგზის საქართველოს პრიზიორია, ახლა ტურნირისთვის ემზადება, რომელიც 21 თებერვალს ახალქალაქში უნდა გაიმართოს. მე ორჯერ ვარ საქართველოს პრიზიორი და ახლა უფრო ვარჯიშობ, რომ გამოვიჯობესო შედეგი და ჩავდე საქართველოს დაკრებში, რადგან გავიდე მე საზღვარგარეთ შეჯიბრებს. შევეცდები, რომ გავიდე შეჯიბრებს და მომიგო და გავხდე დიდი სპორტსმენი. იმისთვის, რომ ნოდარმა წარმატებებს მიაღწიოს, მას კონსტანტინე კუპადაძე ეხმარება. დიდი ხანია ამ შეჯიბრისემზადებით. ფაქტობრივად წელიწადში საქართველოს ჩემპიონატი ტარდება ერთხელ, რომელიც კომპლექტება საქართველოს ნაკრები და ჩემპიონი როცა ხდების ბორებზე ხდები და აქედან ევროპა გიწევს, სოფლიო გიწევს და გადიხარ გარიასპარეზე, როცა ნაკრებში ხდები. აქედან გამომდინარე, ახლა მომზადებით მაყოფილი ვარ. აქ ფორმაში არის. ფიქრობ, რომ წესით უნდა მიაღწიოს, რითაც ვემზადებოდით, იმ პიკისამდე უნდა მივიდეს და მეგონი რომ ჩემპიონიც უნდა გახდეს. კრივის სკოლა სხვადასხვა ტურნირებსა და შეჯიბრებებში ხშირად მონაწილეობს და წარმატებულადაც. 2 კვირის წინ ციხისძირში გამართულ საქალაქთაშორისო ტურნირში 15 ჭიათურელი მოკრივიდან 10 ჩემპიონი, ხოლო 3 მეორე ადგილის მფლობელი გახდა. მე ძალიან მეამოყება, რომ გავხდი ჩემპიონი. შემხვდა თბილისელი და ქსანელი, არ იყო იმდენად ძნელი, რომ გამჭირვებოდა. შეჯიბრზე ვიყავით ქსანში. იქ ვიჩხუბე 2 ბრძოლა მოვიგე. ერთი შეხვდა თბილისელი, მეორე შეხვდა გორელი. მე არ გამჭირდა და მოვუგე. მე ძალიან მიყვარს ბოქსი. ჩემი სურვილი იყო ამ სპორტზე შემოვსულიყავი და ბევრ შეჯიბრებებზე მიმიღია მონაწილეობა და ძალიან მიყვარს ეს სპორტი. წარმატებული ბრძოლების შემდეგ მოკრივეებისთვის დარბაზი ცოტა ხნის წინ ახალი ინვენტარით აღჭურვეს. რაც ჭირდება მოკრივეს? ჩაფხუტია, მაქსიორკა, ქეთმანია, ტრუსიკი, მაიკა, კაპი, ბინტი, ყველაფერი შეძენილი გვაქვს. ასე რომ ჩვენ ბავშვებს მოკრივეებს მაგის პრობლემა არ აქვს გადაწყვეტილი, რომ ამ პრობლემა ქონდა. რიგის კაპი ვიყიდეთ და ბუკა ვიყიდეთ, რომ მოკრივემ ნორმალურად ივარჯიშოს. ჩამოდები ჩვენ ქონდა დაახლოებით 10 წელი ქონდა, მაგრამ ახლები ჩამოგვიტანეს კიდე 5 წელი ახალი ჩამოგვიტანეს. ჩვენ ბავშვებს სექტემბერში ვიღებთ. დაახლოებით 7, 8, 9 და 10 წლის წლოვანების ბავშვებს და როგორც შევატყე რაღაცა ბოლო ხანებში ბავშვების რაოდენობა თითქოს იკლო. მე ძალიან მომწონს ეს სპორტი და ვიტა რომ გავიზრდები ამ სპორტს ძალიან ბევრი რამ გავუკეთო. მე ვიყავი 1 წელს, რომ დედას უთხარი ასე ბოქსში შემიყვანითო. მე არ ვიცოდი ლაპარაკი, დედას მაინც მივახვედრე. თენგიზ ჯაუშვილის სახელობის კრივის სკოლაში ამჟამად 80-მდე მოკრივე ვარჯიშობს. სპორტის ამ სახეობაში მოსწავლეების მიღება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.